შინაარსი და ემოცია ერთმანეთთან კავშირში არის, როგორც თოკი, ერთი ბოლო და მეორე ბოლო. შინაარსი იწვევს ემოციას და ემოცია იწვევს შინაარსს. ყველა ელემენტი არის ხოლმე მნიშვნელოვანი თქვენთვისაც და ჩემთვისაც, საიდანაც ადამიანი შეცდომით თუ არაშეცდომით ეს ძალკე საკითხია კიდე ინფორმაციას იღებს და ჩვენ არ ვიღებთ ინფორმაციას მარტო სიტყვებით. ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას ქცევებითაც. ანუ როგორღაც მოიქცა ადამიანი, მისი ქცევა, ნახე რა მოხდა, რაღაცნაირად მოიქცა, მისი ქცევა გავაშინაარსე, ანუ ეთქვით მაგალითად ხო, ვიღაცა დაეხმარა ვიღაცას. ეს დახმარების ქცევა მე ჯერ შევაფასე რომ კეთილია ეს ადამიანი და შემდეგ გამოიწვია ის ემოცია, რაც სიტყვა კეთილთან არის დაკავშირებული. აი გაგიგიათ ის ხო, ამ კაცს რა ბოროტი თვალები აქვს. ბოროტი თვალები როგორ უნდა გქონდეს ხო, ჩონჩხები ხო არ იხატია თვალებში არა? ჯერ შინაარსი ჩავდე, იმ შინაარსმა გამოიწვია შესაძლებელი ემოცია. და აქედან მე მგონი რა თემაზეც საუბრობ, თქვენთვის გასაგები ხდება. ამ სიტყვებს აქვს მნიშვნელობა და ძალა. ამ ინფორმაციის გაცემას აქვს ზემოქმედების ძალა.